ტაბიძის 134 წლის იუბილეასთან დაკავშირებით პოეტის სახლ-მუზეუმში უცნობი ხელნაწერები გამოიფინა. რამდენიმე წლის წინ თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კერძო კოლექციონერებისგან პოეტის უცნობი პიესები, ლექსები და წერილები შეისყიდა და რესტავრაცია ჩაუტარა. დეტალები ვნახოთ თამარ ბუბაშვილის და გიორგი უგრხელიძის რეპორტაჟში. ჯერ არასდროს არ ყოფილა ფარიასზე წყნარი. დუმარებით შემოსილი შეღამების გზარი ქრონით იწვევს, ცისფერლანდებს და ხებში აქსოვს, ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერცამი არ მახსოვს. 134 წლის წინ გალაქტიონ ტაბიძე დაიბადა. პოეტების მეფე წოდებული მგოსანი ტრაგიკული დასასრულით. უკვე საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რა დროც არ უნდა გავიდეს, კიდევ გავიგებთ რაღაც ახალს მის შესახებ. საზოგადოებამ არ იცის, რომ გალაქტიონი პიესებს წერდა. აქ არის 3 პიესა, მოთავსებული აბესალომ და ეთერი, ძველი კოშკი და სულის მიმღები ანგელოსი. გალაქტიონის აქამდე უცნობი ხელნაწერები უკვე მის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ. მათ შორისაა პიესები, რომლებიც ფურცლებზე დარჩა და სცენაზე არასდროს დაუდგამთ. ძალიან უყვარდა თეატრი, მას სპექტაკლი აქვს დადგმული მოსკოვში, ოსტროვსკის ტყე და შინიავსკის სახელობის სასცენო კურსები აქვს სარეჟისორო დამთავრებული. მას თბილისში დაბრუნების შემდეგ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ლირიკის თეატრი დაეარსებინა. ის ამბობდა, რომ ამ ლირიკის თეატრის დაარსებისთანავე თავის ლექსებს პიესებად გადააკეთებდა, მაგალითად განთიადი, მე და ღამე და შემდეგ აი ამ ლექსებს გაითამაშებდნენ პიესის სახით. ნივთებს შორისაა გალაქტიონის ხელით დაჭრილი და შემდეგ ძაფით აკინძული ფურცლები, რომლებსაც ის უბის წიგნაკად იყენებდა. 1912 წლით არის დათარიღებული თავისი ავტოგრაფი. უბის წიგნაკში სხვადასხვა ხელნაწერს შორის არის ფრაზები და სიტყვები, რომლებსაც პოეტი სავარაუდოდ ლექსებისთვის ინიშნავდა. მას რითმების რვეულიც ჰქონდა ხოლმე, მაგრამ ამ უბის წიგნაკშიც საინტერესოა თუ როგორ ითმავდა ის ტრიქონებს. ნახეთ, წამების ბაღი, ოქროს საწმისი, ღამის სერენადები, ზღაპრული ხმები, ფარვანა, ყვითელი ფოთოლი. საბოლოოდ შეიძლება ან რითმა ყოფილიყო, ან შემდეგ ლექსის სათაურად გარდაქმნილიყო იალქანი. რომელიმე ლექსში გამოეყენებინა. კი ბატონო. გალაქტიონის მემორიალურ სახლ-მუზეუმში უკვე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ წერილებს, რომელთა ადრესატი გალაქტიონის დედა, მაკრინე ადეიშვილი ტაბიძეა. დედისადმი მიწერილ წერილებში, სადაც ძალიან კარგად ჩანს იმ პერიოდის გალაქტიონის სოციალური მდგომარეობა და დამოკიდებულება დედისადმი. საყვარელო დედა, ხაზეიკა სოფელში არ მიშვებს, რადგანაც ფული მოტანილი არ გვაქვს. წერილს ვაგზავნე და ფული რაც შეიძლება ჩქარა გამოვაგზავნეთ. თუ გსურთ სოფელში წამოვიდე. ამ ყმაწვილის ხელით გამომიგზავნე 3 მანეთი. ძალიან მჭირდება. ნუ გექნება ჩემი დარდი, ხოლო თავს მოუფრთხილდი და ნუ შესწუხდები. ეხლა შრომა ბევრი გექმნება, მაგრამ რა მოვახერხო? მეც არ ვარ მაინც და მაინც თავისუფალი. ძვირფასო დედა, გისურვებ ბედნიერ და ხანგრძლივ ცხოვრებას. მე მარიგებ, რომ ჯანმრთელობას მოუფრთხილდე, მაგრამ თქვენც ასე გმართებთ, რომ მოიქცეთ. საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ხელნაწერები ერთ-ერთი მოქალაქის პირად არქივში ინახებოდა. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ისინი 2022 წელს შეიძინა და მას შემდეგ ნივთებს რესტავრაცია უტარდებოდა. იყო დეფორმირებული, დაკუჭული, ზოგი ცუდად და ბევრი ფურცელია, ეს დიდი ზომის ფურცლები იყო რამდენჯერმე გადაკეცილი და ამიტომ ნაკეცების ადგილებში გაცრეცილი იყო, დამსკდარი იყო ქაღალდი და ჭირდებოდა გამაგრება. გალაქტიონის უცნობ ხელნაწერებზე იმედის დილამ ჯერ კიდევ მაშინ გიამბოთ, როდესაც ნივთების რესტავრაცია მიმდინარეობდა. რესტავრატორების თითქმის 3 წლიანი მუშაობის შემდეგ აღდგენილმა ხელნაწერებმა ლაბორატორიიდან მემორიალურ სახლ-მუზეუმში გადაინაცვლა. გვანცაბა დადე ეს ამასთან მოუხდება თუ არა? მე მგონი კარგად ჩდება, კი. ფაქტურად რაღაც ერთნაირია ტაბ. კი ბატონო, ეს წავიღო, წამოიღე.
თბილისი კოტე მარჯანიშვილის 4 ნომერი ის მისამართია, სადაც პოეტი ბოლო 24 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს აქ მისი მემორიალური სახლ-მუზეუმია. თუ მუზეუმს ესტუმრებით, ჩანაწერებთან ერთად მის პირად ნივთებს და იმ ნიღაბს ნახავთ, რომელიც გალაქტიონის გარდაცვალების შემდეგ დაამზადეს. გალაქტიონი, როდესაც გარდაიცვალა, ამ სახლში მემორიალურ სახლ-მუზეუმში არ მოусვენებიათ, წერალთა სახლში გადაიყვანეს პირდაპირ და როდესაც მსჯელობდნენ მწერლები, რა უნდა გაეკეთებინათ გალაქტიონისათვის, ერთ-ერთი ღამის თენების დროს მოუვიდათ ესეთი აზრი, რომ გალაქტიონის სახის ანაბეჭდი გაეკეთებინათ, ეს ადრეულ პერიოდშიც ტრადიცია იყო და მიმართეს ერთ-ერთ მოქანდაკეს და აი ეს სახის ანაბეჭდი აუღეს გალაქტიონს გარდაცვალ დასვენებულ გალაქტიონ დაბიძეს. გალაქტიონის დაბადებიდან 134 წელი გავიდა და კიდევ არავინ იცის, რამდენ ოჯახში ინახება მისი უნიკალური ხელნაწერები. როგორც ამბობენ, შეეძლო ლექსი ხელსახოძე დაეწერა და ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანისთვის ეჩუქებინა. თუმცა ახალი ნივთების გამოჩენამდე მისი აქამდე უცნობი ხელნაწერების ნახვასა და წაკითხვას მომდევნო 2 თვის განმავლობაში მის სახლ-მუზეუმში შეძლებთ. შემდეგ ჩანაწერებს შესაბამის გარემო პირობებში შეინახავენ, რომ არ დაზიანდეს და კიდევ მრავალ თაობას მოუყვეს ამბავი პოეტების მეფედ წოდებულ გალაქტიონზე.